ბანაკებში მყოფი ახალგაზრდებისთვის სპეციალური ფორმები, ესაც უკარი შიდა ქართველებისთვის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გორში დღეს ჩამოიტანა. ვლადიმერ ვარძელაშვილთან შეხვედრის დროს გორის, კასპის, ხაშურის, ქარელისა და ცხინვალის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება პრეზიდენტის საზაფხულო ბანაკებზე დამახვილდა და სიახლე, რამაც მას წვლილები გაახარა, ახალგაზრდული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ახლო მომავალში ხელფასების მომატებას უკავშირდება. Ძირითადი მიზანი არის ჩვენი ახალგაზრდული დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლებთან შეხვედრა და 11 სექტემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამას გარდა განვიხილეთ მომავალი ბედი ახალგაზრდული დეპარტამენტის. ჩემი სურვილი არის და ამაზე მუშაობთ ახლა, რომ სტრუქტურულად და უფლებამოსილება გაეზარდო ხელფასები, რომელიც წარმოდგენილი ექნებათ გაუსწორდეს დეპარტამენტის ცენტრალურ ხელფასებს. გორის რაიონის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბატონი ვლადო ვარძელაშვილი ესტუმრა, რომელმაც იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც პატრიოტულ ბანაკებში დაისვენეს, ჩამოიტანა მათთვის სპეციალურად შექმნილი სამოსი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას, რა თქმა უნდა, ჩვენი რაიონის პატრიოტების სახელით. ახალგაზრდული დეპარტამენტის ცხინვალის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დევნილი ახალგაზრდობის პრობლემებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ თუ პატრიოტულ ბანაკებში მიმდინარე ზაფხულის კონფლიქტის ზონიდან 50 ახალგაზრდა ისვენებდა, მომავალი წლისთვის ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თან მინისტრის მოადგილის ჩამობრძანება ჩვენს ქალაქში, ჩვენს რეგიონში მისასალმებელი ფაქტია. ვიცით, რომ რეგიონში ახალგაზრდული დეპარტამენტები და საერთოდ საქართველოში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სასიკეთო საქმეს აკეთებენ. ავიღოთ თუნდაც ცხინვალის რეგიონის დეპარტამენტის საქმიანობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რამდენიმე წიგნი დაიბეჭდა მათი დახმარებით. გამოდის გაზეთი და მინისტრის მოადგილის დაინტერესება და სამინისტროს დაინტერესება სასიკეთო წარადგება ალბათ ჩვენს დეპარტამენტს და საერთოდ დეპარტამენტების საქმიანობას ჩვენს რეგიონში. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წელს პატრიოტულ ბანაკებში იმყოფებოდნენ, 11 სექტემბერს თბილისში ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე შიდა ქართლიდანაც გაემგზავრებიან.